Საავადმყოფოები ჩემთვის არის უთხარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა არაოკუპირებულ ადგილზე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული აღშენება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო კრიზისია, მიუხედავად იმისა, რაც ხდება მოგვიგინოთ სამეზობლოში, ევროპაში, ეკონომიკურად, ჩვენ შეიძლება იდეალურობაში არ ვიყოთ, მაგრამ საქართველოში მართლაც მიდის ყველგან რაღაცა კეთდება. ზოგან კეთდება ძველი რაღაცის შეცვლა და გაუმჯობესება, ზოგან მთლიანად ახალი იქნება, მაგრამ ეს არის ერთი უწყვეტი კეთების პროცესი. საქართველოსთვის კი კურსი არის მხოლოდ ერთი. ეს არის კამია ყველაფერს გაგრძელება, ჩვენი ხალხის მდგომარეობის ყველა უკლებრივ ყველა ადგილ საქართველოში გაუმჯობესებას შემდგომი ზრუნვა, მეტი განვითარება, მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია, მეტი განათლება, მეტი უკეთესი ჯანდაცვა, ერთ სიტყვით ყველაფერი ის, რაც არის, რასაც ჩვენი ხალხი ჩვენგან ითხოვს სამართლიად, იმიტომ ჩვენ ამას დავუპირდით და რასაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი რაც გზავნილი და ამიტომ ჩვენ გავაგზავნებთ ამ ყველაფერს კეთებას და ხშირად ამბობენ რა პრეზიდენტის თქვათ მე რატო ხსნი ამ სამწყობი, ჯერეთ ეს არის ჩემი შესაძლებლობა ჩავიდე და ყველგან ვნახო შევხვდე ხალხს და მეორე ეს არის ის რომ ეს იყო ჩვენი პროგრამა. ეს არის საპრეზიდენტო პროგრამა, მინდა ყველას შევახსენო 100 საავადმყოფოსი. და მე როგორც ამ პროგრამის ინიციატორი პასუხს ვაგებ თითოეული მათგანის დროულად გახსნაზე და შემდეგ იმაზე, რომ ხალხს მათზე ხელი მიუწვდებოდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ბევრად უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე უბრალოდ თუნდაც ასეთ ლამაშენობების და აპარატურის, კარგად აღჭურვილი აპარატურით ყველაფერს გახსნა.